აი დადგა კიდე ერთი ვერის დილაც და მოვიდა ეს დღეც. მე უკვე დიდი ხანია მაინტერესებს თუ რამდენად კეთილები არიან ჩემი სოფლელები და დადგა ეს დღე, რომელსაც მე შემიძლია ეს შევამოწმო. Так, სად არის ჩემი ტელეფონი? Так, აჰა, კარგია. ანუ გამარჯობა, შეგიძლიათ მოხვიდეთ, უკვე ყველაფერი მზად არის. Так, მანამდე უნდა ამირჩიო, ვის შევამოწმებ პირველს. Так, კანდიდატი ძალიან ბევრია, მთელი 13 ადამიანი. Так, და პირველი რომ საბარო შემოუწმო, რატომაც არა. პრინციპში საბა არის ერთადერთი მოთამაშე ჩვენს სოფელში და დიდი ხანია მაინტერესებდა. როგორი სულისას ადამიანია, ასე ვთქვათ. ხო, ალბათ საბას პირველს ამირჩევ. Так, ოკეი, და ახლა დაველოდები იმ ადამიანს. აჰა, გამოისმევა და შევასრულო მათხოვარის როლი, ხო? დიახ და როდესაც თქვენთან ახლოს მოვა აი ეს მოთამაშე, აი თუ შეიძლება რაღაც სურათი, სთხოვეთ დახმარება. აი მაგალითად ისურვდები, ხო? კარგი აღარ შეგეშლით. აქ ვიღებთ ჩვენს ალმასის თოფს, ვიღებთ ჩვენს ჭარხალს, ხორბლის ესტებსა და სტაფილოს და მივდივართ ჩვენს ფეობის სამუშაოზე. მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ ვარ საბა და არხე გაბოდიში 803 და დღეს ჩვენ ისე როგორც უკვე დაიცავთ, ჩვენ ისე მივდივართ ჩვენს ფერმერობის სამუშაოზე. და როგორც თქვენ უკვე შეატყვეთ, ჩვენ სოფელში წამოვიდა წვიმა. ძალიან და კარგია, რადგან ეს რამდენიმე დღე ძალიან ცხელი ყოფილა, იქ 30 გრადუსზე ნაკლები არც კი იყო, მაგრამ იმის გამო რომ დღეს მე სამუშაო დღე მაქვს, ცოტა თანაც მიშლის, მაგრამ პრინციპში წვიმა მე მიყვარს. თქვენ მეგობრებო ისე დაწერეთ კომენტარებში, თქვენ გიყვართ წვიმა, აი მე მაგალითად ძალიან მიყვარს, თან აი გაზაფხულის წვიმა ყველაზე კარგია აი მაისის. და გოქია კიდე ჭარხლის თესნებიც, ასე, ოკეი. Так, ასე. Так, ოკეი, და აქ პრინციპში კარტოფილის მაგივრად შემიძლია ჩავსვა ხორბალი და იქ ხორბლის მაგივრად კარტოფილი. ასე უფრო კარგი არ იქნება. ნუ ოკეი. პრინციპში დავაკვირდები დროთა განმავლობაში. ნუ ალბათ ხომ აქ უფრო კარგია კარტოფილი და იქ ასევე ხორბლის თესლები და ოკეი. მეგობრებო, უკვე პრიმთლიანად თავიდან ბოლომდე უკვე სველი ვარ, ასე შემიძლია უკვე გავცივდეთ ამასთან, წვიმა რაღაც ძალიან და ცივია. ერთს მეგობრებო წავალ, უფრო კარგია ქურთუქს ავიღებ, მაინც ვინც შეიძლება მართლა გავცივდეთ და ზაფხულს გაცივება მე საერთოდ არ მჭირდება. Так, მეგობრებო, დროზე. უკაცრავად, შეგიძლიათ დამეხმაროთ? შეიძლება რომ მოვცეთ 2-3 სურვილი საჭმლისთვის. გამარჯობა, 2-3 სურვილი. ჩემ თან არ მაქვს, მაგრამ შეიძლება დამეოდეთ აქ 1 წუთს, დამეოდეთ თუ შეიძლება. Так, მეგობრებო, დროზე. თავიდან ბოლომდე უკვე სველი ვარ. Так, 1 წუთს იქ ადამიანმა მთხოვა 2-3 სურვილი, так, 1 წუთს, ნუ 24 სურვილი მაქვს. ეს მეგობრებო, ჩემი საიდუმლო 5, იქაც უნდა იყოს ის სურვილები, так, ერთს მოიც მეგობრებო გავთხაროთ. ასე, так, მეგობრებო, მაინც დავეხმაროთ ადამიანს, так და Так, 2 სტაკის სურვილი მაქვს და პრინციპში ხელფასი უკვე 1 კვირაში მექნება, მაგიტომ მოით მეგობრებო, მივცეთ 1 სტაკის სურვილი, რაღა 2-3 სურვილი, ბარემ მაქსიმალურად დავეხმაროთ, ასე ვთქვათ, ადამიანს. Так, ასე, так. Так, ისე და ის ჩემი ნაჯახიც აქ არის, так, ოკეი, 1 წუთს მეგობრებო, უფრო კარგია ჩავიცო. აკაგეო მეგობრებო, მე არ შევინახე ჩემი, ასე ვთქვათ, ზამთრის ქურთუკი, იმიტომ რომ ასე უკვე გავცივდები მართლა. ასე უფრო კარგი იქნება. Так, ოკეი, მოით მეგობრებო, ახლა წავიდეთ, აი ჩვენი 1 სტაკის სურვილი. დიახ, გამარჯობა, აი შეიძლება ინებეთ 1 სტაკი ის სურვილი, აი შეიძლება.
ოი, რა საბობდე, აქ ძალიან ბევრია. მესამე სოდის მეყოფა. Так, არაფერი არ მითხრათ, ეს თქვენ უფრო გამოგადგებათ ვიდრე მე. თუ შეიძლება ინებეთ. დიდი მადლობა, კეთილი გულის მქონე ადამიანი ხართ. აი, არაფრის, ასე კვილია. ნახვამდის. მეგობრებო, და გოგი დროზე უფრო კარგი ახლა წავიდეთ ჩვენს ფილმების სამუშაოზე, სანამ მე ახლა აქ მართლა არ გავცივდი და გოგი აქ კიდე ხორბალიც. ოპა, так, რაღაცა დავინახე. ისურვდები გონი მიართო საბაბ. Так, ერთწო საბა, გავიდე აბა, так. აბა, რა მოხდა აბა? დიახ, მოვცა ისურვდები, როგორც თქვენ თვითონ თქვით, მე ვკითხე, ვთხოვე ისურვდები და მოვცა. Так, თუ რამდენი მოგცათ? 3 ან 4 ისურვდი? შეიძლება თქვენ თვითონ დააკვირდით. აბა, გაგიშება, ერთი სტაკი ისურვდი? ეს საბას 2.5 ხალხასია, так, ოკეი, დიდი მადლობა ასე ვთქვათ, თქვენი სამუშაოსთვის. так, სკაი, მადლობა დიდი თქვენი სამუშაოსთვის, შეიძლება აიღეთ ეს ისურვდები და მე უბრალოდ საბას სხვა ისურვდებს, ჩემს ისურვდებს აუცილებლად მივცემ. так, ოკეი, პირველი შემოწმება გაიარა, კარგი, დიდი მადლობა სამსახურისთვის, სამუშაოსთვის, ნახვამდის. так, პირველი შემოწმება სად არის? так, ახლა უკვე დროა მეორე შემოწმებისთვის. так, და ახლა უკვე დროა, так, მეორე მსახიობისთვის. დიახ, გამარჯობა, შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩვენს სოფელში უკვე ყველაფერი მზად არის. 10 წუთში. კაი, დიდი მადლობა. так, ოკეი, ეს გამოვიძახე. так, ხوارავი უყურებს, так, ოკეი. так, ასე ვაღებთ და ოქროს ტელეფონი, ყველაზე ნამდვილი ოქროს ტელეფონი, რომელიც ღირს 1000 ისურვდი და ნახოთ, აბა, როგორ მოექცევა საბა ამ სიტუაციაში. ბზეც კი დადგა, так, ოკეი. აბა, ნახოთ, როგორ მოექცევა საბა ამ სიტუაციაში. так, სადმე აი აქ პირდაპირ აემსახთა დავაგდებ ამ ოქროს ისურვს და როგორ დავაგდებ უბრალოდ ასე დავდებ და ნახოთ, აბა, საბა დაიკავებს ეს ამ ისურვს თავისთვის დაიტოვებს თუ რაღაცაერად მოახერხებს და ნახავს პატრონს. так, ოკეი, და მე კიდე აქედან აბა ყველაფერს შევამოწმებ. ესეც უკვე ბოლო ფერმა. მზე გამოვიდა და ისევ დაცხა, ძალიან საშინელებაა უკვე. ერთ მეგობრობა მოვიხსნა. ასე უფრო კარგი მთლიანი ზურგი მაქვს. მთლიანი, так, ოკეი, ბოლო ფერმაც სად არის, так, ეს კუდის აქ. შევიფარო. შევინახოთ და წავით, მეგობრებო, ძლივს შემიზია დავისო. სხვა რო გამარჯობა. так, მოით მეგობრებო, წავიდეთ და ოპა, ვერ გავიგე. ეს რა არის? ოქროს ტელეფონი? სტოპ, ერთს მეგობრებო, ნამდვილი ოქროს ტელეფონი. და ვერ გავიგე და ვინ დააგდო აქ? შეიძლება ვიღაცამ დაკარგა? так, ამ სახთან იყო, ჩემს მეზობლის სახთან იყო. მეზობელო, უკაცრავად. იომაიო, დებილი ვარ. მეზობელი ხო რამდენიმე დღით მეზობელს სოფელში წავიდა. ამაში ვისი შეიძლება იყოს ეს ტელეფონი, ვერ ვიგებ. ცუდი იდეა არა, საკველი ახლა მთელ სოფელში ასე გასვლა და ყველას შემოწმება, ასე ვთქვათ. ისე ერთი იდეა მაქვს. უფრო კარგი ახლა მე ამ ოქროს ტელეფონს წავიღებ ახლა მერთან და მე უკვე იპოვის ამ ტელეფონის ნამდვილ პატრონს. მე რო გამარჯობა და წარმოიდგინეთ, სადღაც დავკარგე ეს ოქროს ტელეფონი. შესაძლოა უკვე ვიღაცა მოიპარა. მე რო გამარჯობა, მე შენთან ერთი საგანი მაქვს. გამარჯობა. თქვენს შენ ვიღაცასთან საუბრობ და ისა მე რომ მოგეთ შეხედე, მე ვნახე აქ ჩემი მეზობლის სახთან რაღაც ოქროს ტელეფონი და შეგიძლია ნახო მისი პატრონი, აი შეიძლება აიღე. საბა ძალიან კარგი, აი, გაიცანი ამ ოქროს ტელეფონის პატრონი.
გამარჯობა თქვენ ნახეთ ჩემი ოქროს ტელეფონი. დიდი მადლობა. თქვენი ოქროს ტელეფონია? დიახ, აი შეიძლება ინებეთ. შემდეგში აღარ დაკარგვეთ, იმიტომ შესაძლებელია ვიღაცამ მოიპაროს ესე თქვენი ტელეფონი. ეს ტელეფონი ძალიან ძვირი ღირებულია. დიდი მადლობა, თქვენ ძალიან დიდი კეთილი გულის მქონე ადამიანი ხართ. არაფრის კაცო. მე რო ნახვამდის და თქვენც ასევე ნახვამდის, так окей. ასეთი ძვირი ღირებული ტელეფონიც კი დააბრუნა. Так, окей, ეს ტესტიც კი გაიარა. так, окей, თქვენ კიდე დიდი მადლობა თქვენი სამუშაოსთვის. так, აი, თუ შეიძლება აიხეთ, აი, თუ შეიძლება ეს ერთის დაგესურვდი. მადლობა ასეთი კარგი სამუშაოსთვის. ნახვამდის. так, და მე კიდე ალბათ გავუკეთებ 301 პატარა საჩუქარს. так, ასეთი კეთილი საქმეების გაკეთებისთვის. და ეს კოსტიუმიც თავის ადგილას ყველა ჩავეცი ხო, ძალიან დავიღალე დღეინდელი დღის შემდეგ ძალიან მინდა ახლა ჩავხდი ამ ლოგინში და ამ დროს ვიღაცა ასე ყველია მოვიდა. მოვდივარ. так, окей, მეგრო მოიც გავხოთ და მე რო გამარჯობა და რამე ხო არ მოხდა, რამე საქმე გაქვს? საბა მე ერთი რამ უნდა გითხრა. გახსოვს დღეს რომ შენთან მოვიდა შენ ოქთხოვა მათხოვარმა ისურვდები რომ ჩემთან იყო მოსული ერთი სოფლერი რომელსაც დაკარგა ოქროს ტელეფონი რომელიც შენ მოიტანე. ნუ კი მახსოვს, სტოპ და მათხოვის შესახებ საიდან იცი? მოკლედ ეს იყვნენ მსახიობები. ხო, მე უბრალოდ დიდი ხანია მინდოდა ასე თქვათ მე ნახა ასე თქვათ ჩავეტარებინა პატარა ტესტი თუ როგორი კეთილი სოფლები მყავს ამ სოფელში და შენ იყავი პირველი რომელმაც ასე თქვათ ეს ტესტი გაიარა. მაგიტომ მე მინდა გადაგიხადო ასეთი დიდი მადლობა რომ აღმოჩნდა ასეთი კეთილი და ასევე მინდა გაგიკეთო ასეთი პატარა საჩუქარი რომელიც დევს აი ამ ყუთში. მე რო ვერ წარმოვიდგენდი და სტოპ და გაგიჟება სტაკი სუმრდია ოქროს ტელეფონის მე რო სტოპ შენ არ მეხუმრები? ეს ოქროს ტელეფონი რამდენიმე ათასობით იწუნდები ღირს. რას ამბობ? საბა შენ დუდა მეუბრალია შენ დაიმსახურე ასეთი საჩუქარი. დიდი მადლობა და აუცილებლად სულიყავი ასეთი კეთილი. კაი, საბა უკვე აღარ შეგაცდი ასე თქვათ გაგრძელე შენი საქმეების გაკეთება და მე კიდე წავედი კიდე ერთხელ გადაგიხდი დიდ მადლობას. გაგიჟება მეგორო სამართლა გითხრათ ჯერჯერობით ვერაფერიც ვერ გავიგე. გამოის დღეს მერმა ჩამიტარა ასეთი პატარა ტესტი სიკეთეზე და გამოდის რომ ის მათხოვარი და ეს ოქროს ტელეფონი და ის ადამიანი რომელსაც დაკარგა ეს ოქროს ტელეფონი ყოფილან მსახიობები რომლებიც მერმა დაიქირავა და აი ეს კეთილი საქმეები რომლებიც მე გავაკეთე დამიბრუნდა აი ასეთი სიკეთით. და აქედან გამომდინარეობს ადვილი მორალი. თუ თქვენ აკეთებთ სიკეთეს, ეს სიკეთე აუცილებლად დაგებრუნდებათ. და თან კეთილი საქმე შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. აი მაგალითად დაეხმაროთ ღარიბ ადამიანებს ფულით ან საკვებით. ესეც არის სასაკველია სიკეთე. ან თუ ნახეთ სხვისი საფული ან ტელეფონი, წაიღეთ აუცილებლად პოლიციაში, სადაც შემდგომ უკვე ნახავენ მის მაგნიტის ნამდვილ პატრონს. ესეც არის ძალიან კარგი საქციელი და რასაკვირველია აუცილებლად უნდა დაეხმაროთ თქვენს ოჯახის წევრებს, რადგან ისინი ყველაზე ახლო ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის შენს მხარეს დაიჭერენ და დაგეხმარებიან რთულ სიტუაციაში. ახლა კი მეგობრებო, მე დავამთავრებ ამ ვიდეოს. მადლობა დიდი ვინც ყავ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეზრდა დაეკეთ, მე კი ახლა წავედი ნახვამდის და აუცილებლად გააკეთეთ ძალიან ბევრი კეთილი საქციელები. ნახვამდის.